Χριστეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველათ გილოცავთ ჯვრის თაყვანების ცემის კვირიაკეს. დღევანდელ დღეს წმინდა წერილმა ჩვენ გვითხრა შემდეგი სიტყვები. ვისაც უნდესო შემოდგომა ჩემ და აიღე ჯვარი შენი, უარყავ თავი შენი და შემომიდეგ მე. ასევე იყო შემდგომი წინადადება წმინდა წერილში, მარკოზის სახარებაში. ვისაცო სირცხვილ უჩდესო ჩემიო წინაშე კაცთა, მასო არ ცხვინოსო ძემან კაცისამო, როდესაც მოვაო განსჯად ყოველთა წინაშე მამისა და ანგელოზთა ჩემთან. ზოგადად ქრისტიანობა ეს არის ჯვრის მტვირთველობა, ძვირფასო ძმანო და დანო. ზოგჯერ ჩვენც სასულიერო პირები ვაკეთებთ შეცდომას როდესაც ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც ცხოვრებისეული სიმძიმე, მაგრამ ეს ადამიანი არ არის არც მორწმუნე, არც ეკლესიური. ზოგჯერ ნუგეშისათვის მის ცხოვრებისეულ სიმძიმეს ვახასიათებთ როგორც ჯვარი. და ვაიუბნებით, რომ ეს შენი ჯვარია, უნდა იტვირთო. ასე არ არის ყოველთვის. ცხოვრებისეული სიმძიმე ყველა ადამიანს გააჩნია. თავად ცხოვრებას მოაქვს ეგ სიმძიმე. როგორც წმინდა წერილი ამბობს, ყველა ადამიანი ცის ქვეშეთში შრომობს. შრომა და ჩვენი ოფლით პურის მოპოვება ეს საღვთო მცნებაა. ცნება, რომელიც მოგვეცა ჩვენ ადამიანებს, მიეცათ ადამ და ევას მათი შეცოდების შემდგომ. რთული, ზოგჯერ მძიმე შრომა, მაგრამ შრომა აუცილებელი. უფალი ეუბნება ადამიანს მიწის მუშაკობას ნუ დაივიწყებო. და მოგეხსენებათ, რომ მიწაზე მუშაობა რთულია, ძიმეა. და მიწა აღმოგვიცენებს ჩვენ ნაყოფს მცნებისაებრ, უფლისა, ეკალს, უნაყოფო მცენარეს, მაგრამ ეს ყველაფერი არის შედეგი ჩვენი დაცემისა, ადამიანის დაცემისა, შეცოდებისა ადამ და ევასი. შეიძლება გამეორდე, მაგრამ ვიტყვი, ვიღაცამ შესაძლოა დასვას შეკითხვა, ადამ და ევამ თუ შესწოდეს, ჩემი რა ბრალია? საქმე იმაში არის, რომ ადამ და ევას შეცოდების შემდგომ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა სინანულის, კვლავ უფალთან მიახლების, თავისი სინანულით, ღვთის მცნებების აღსრულებით, მაგრამ ადამიანი წავიდა სხვა გზით.
მართლებიც კი მემკვიდრეობა იაფეთისა, რომლებიც შედარებით იყვნენ მართლად მცხოვრებნი, ისინიც კი ცდუნდნენ და გაიზიარეს თანაცხოვრება კაინის მოდგმისა. მათი წესი ცხოვრებისა. კაინის მოდგმა კი ვითარდებოდა სრულებით სხვანაირად. პირველი ქალაქები მათი დაარსებულია, ისინი თითქოს ემიჯნებოდნენ მეორე ადამიანებს, მართალ ადამიანებს, ღვთის მცნების გამზიარებელ ადამიანებს. ემიჯნებოდნენ ზუსტად ცოდვის გამო. ცოდვა ადამიანს ადამიანისაგან აშორებს, საკუთარ თავში ჩაკეტავს, საკუთარი სურვილისა და სიკეთის გარდა სხვა არაფერი ვერ ახსენდება. აი რასაც ქვია ტექნოკრატიული გზა, ამ გზით დაიწყო განვითარება კაინის მოდგმამ. შემდეგ კიდევ უფრო მეტად დამძივდა კაცთა მოდგმის ცოდვები და წარღვამანავაც კი ვერ უშველა. წარღვნამ გაწმინდა თითქოს დედამიწა იმდენად იყო დედამიწა შერყვნილი, რომ ცხოველიც კი უნდა შობილიყო ახალი მოდგმის, არა თუ კაცი. და ნოეს შთაომავლობას ჰქონდა ეს დავალებული, მაგრამ აქაც ვერ გაამართლა ადამიანმა. ნოეს შვილებს შორის იყო ქამი და კვლავ ცოდვამ იმძლავრა. იმძლავრა იმდენად, რომ ცნება ერთი ჭეშმარიტი ყოვლის შემოქმედი ღმერთის შესახებ ეს ცნებაც კი იკარგებოდა, რომ ღვთის წყალობითა და ნებით აბრაამს, რომელიც მამაც კი იყო წარმართობისკენ მიდრეკილი, თუმცა ნოეს შთამომავალი პირდაპირ იყო აბრაამი, მაგრამ მისი მამა იყო მიდრეკილი წარმართობისაკენ, აი ღვთის ნებამ და განგებამ აბრაამი მიიყვანა. საინტერესოა რა გზით? სამყაროს შემეცნების გზით. მიიყვანა ერთი შემოქმედი ღმერთის აღიარებამდე. და აქედან დაედო სათავე ისრაელს, ერს, რომელმაც ერთი ღმერთის შესახებ ცნება შეინახა, განავრცო და საღვთო განცხადებით მოცემული სწავლება დაიმარხა საკუთარ თავში, აქცია თავის ცხოვრების წესად და ამგვარად ერთადერთი ერი აღმოჩნდა, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის ცნებას იცავდა.
და ამიტომაც აღთქმა დაუდო უფალმა აბრამს, რომ მისი ერიდან, მისი შთამომავლობიდან მოევლინებოდა კაცობრიობას, მთელ კაცობრიობას, არა მხოლოდ ისრაელს, ხსნელი, მაცხოვარი. და ამის შესახებ სიმონ მიმქველი ამბობს თავის მიგებების სიტყვაში სოლომონის ტაძარში, როდესაც შეეგებება მაცხოვარს, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე ყოვლისა ერისა, ნათელი გამომწყინებლად წარმართა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. ანუ ეს ნათელი უნდა გამომწყინებულიყო წარმართებზეც და ქრისტემ ეს ნათელი მოფინა წარმართებსაც და ისრაელთა ერს რომ ქრისტე მიეღო, იქნებოდა დიდება ისრაელისა. მაგრამ ღვთის განგებამ ისრაელისაგან დაფარა ეს. ამის შესახებ პავლე მოციქული ამბობს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. დაფარა იმიტომ რომ აღიარებინა ისრაელს საყოველთაოდ ქრისტე მესია, ხსნელი და მაცხოვარი, მაშინ იქნებოდა ქრისტეს მოსვლა, დასრულება კაცობრიობის ისტორიისა და უფალმა ამ ქმედებით, ამ დაფარული გონების დაფარვით და როგორც მაცხოვარი ამბობს, იმეორებს სიტყვებს წმინდა წინასწარმეტყველის, რომ ყური აქვთ და არ ესმოდეთ, თვალი ჰქონდეთ და ვერ ხედავდნენ, ამით შესაძლებლობა მისცა დანარჩენ კაცობრიობას წარმართ ერებს ცხოვნების გზაზე შედგომისა. ეს ღვთის მოწყალება არის, ძვირფასო ძმანო და დანო. აი როგორია განგება უფლისა, მისი სიბრძნე. მაგრამ ჟამთა დასასრულს ისევ პავლე მოციქულის სიტყვებით მრავალი შვილები ისრაელისა ირწმუნებენ ქრისტეს და ქრისტეს მადიდებლები გახდებიან. ანუ ქრისტიანები გახდებიან. ჩვენ ვართ უკვე ქრისტიანები. ჩვენ ქრისტეს ჯვრისტრიტველები უნდა ვიყვეთ, ძვირფასო ძმანო და დანო, და უნდა ვიცოდეთ, რომელი ჯვარია მაცხოვრებელი ჩვენთვის. როგორც თქვი უკვე, რომ ცხოვრებისეული სიმძიმე ყველა ადამიანს გააჩნია ამ წუთის სოფელში მოვლენილს. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ამსარებლობისაა და რომელი ეროვნების და რომელი რასის. მაგრამ მაცხოვრებელი ჯვარი არის ის, რომელიც ჩვენ ქრისტესთან გვაკავშირებს. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებით, როგორც თავად უფალმა ბრძანა, პირველი მცნება გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი შენი გულით, გონებით და ძალით. და მეორე მსგავსი ამისა გიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი. მადლი ჯვრისა, აღმავალი ზეცად და შემაკავშირებელი ღმერთთან. მადლი ჯვრისა, შემაკავშირებელი ადამიანებისა. და
სიმძიმე, რომელსაც ჩვენ ვიტვირთავთ ქრისტეს გულისათვის, ეს სიმძიმე არის ჩვენთვის მაცხოვნებელი. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ უკვე თუ მე მდევნესო, თქვენც გდევნიანო. უკვე თუ მე უარყვესო, თქვენც უარყოფენო. და რასაც ვიტვირთვებ ჩვენ ქრისტესათვის, ის შეგვაკავშირებს ჩვენ ღმერთთან და თუ დავაკვირდებით, რას ვტვირთულობთ ჩვენ ქრისტესთვის, რას ვტვირთულობთ ღვთისათვის. მინიმალურზე ვამბობთ. არ ვამბობთ დიდ მოღვაწეებზე, ღირს და ღმერთშემოსილ მამებზე თუ დედებზე. ჩვენ ვტვირთულობთ ეკლესიური ცხოვრების წესებს, მარხვას, ლოცვას, მუხლმოდრეკას. ვტვირთულობთ მცირედად ძალისაებრ ჩვენისა. მარხვის, აი ახლა მარხვა პერიოდი არის. ძალიან ბევრი, რომელიც მარხულობს, თუნდაც ჩვენი სისუსტეც ამაში გამოიხატება, რომ ჩვენ ვეძიებთ მარხვის შემსუბუქებას, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არ გვაძლევს საშუალებას და ვამბობთ, აი ექიმი, ეს დამინიშნა ექიმმა. ზოგიერთი ამბობს იმას, რომ აი მინდა ვიმარხულო, მაგრამ აი რაღაცა ვერ შევძლებ. შენ ამ 48 დღის განმავლობაში ქრისტეს გულისათვის არ შეგიძლია რომ მოიკლო ყველი, ხორცი და კვერცხი? თუ ავათახარ, რა თქმა უნდა, მოძღვარით შეგიმსუბუქებს მარხვის დღეებს. მაგრამ მარხვა უნდა გავდეს მარხვას. მე თუ ექიმმა მომცა თქვათ უფლება, რომ მივიღო ძის ნაწარმი, თქვათ გრძე, ყველი, ხაჭო. მაგრამ მე თუ მივადექი და ჭამე ელარჯი, ხაჭაპური, გებჟალია და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მეუცნაურება ასეთი მარხვა და თავის გამართლება კიდე ამაში. ჭამე რაც დაგინიშნა, ჭამე მოგზალებულად, ღვთის მადლიერებით მიიღე საკურნებელად შენი ხორცისა. დაგინიშნა ხორცი, ნუ ეძებ ახლა ტაბაკას და ხაშლამას და ჩახოხბილს. დაკმაყოფილდი იმ ჭლენაჭრით. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვტვირთულობთ ქრისტეს ჯვარს, ჩემს ავამტყოფობასაც ეს ავამტყოფობაც მე უკვე მეკცევა როგორც მაცხოვნებელი ჯვარი. იმიტომ რომ ვავამტყოფობ ჩემი ცოდვების გამო და თუ ვმადლობ ავამტყოფობის დროს,
უფალს და ამ ავადმყოფობასაც აი ასეთი მოგრძალებით ღებულობ და იმ დანიშნულებას ექიმისაც იმიტომ ვაკეთებ, რომ ფიზიკური ძალები გამაჩნდეს ყოველდღიურობისათვის. თუნდაც ტაძარში ყოფნისათვის, მაშინ უკვე ეს სწორად ლატვირთი ჯვარია ჩემი ავადმყოფობისა, ჩემი სისუსტისა. მაგრამ სამწუხაროდ, აი თუ დავაკვირდებით კარგად, და გულწრფელები ვიქნებით საკუთარ თავთან, ჩვენ მარხვაში ყველა ვეძებთ გემოებს. გემოებს ვეძებთ. შეიძლება არ ვჭამო არანაირი, ასე ვთქვათ, არასამარხო, მაგრამ გემოებს ვეძებთ. ტკბილი, ცხარე, მჟავე და ასე შემდეგ. მეც მათ შორის მაგრამ გავაცნობიეროთ ეს ჩვენი სისუსტეები. გავაცნობიეროთ და თავს ნოვიმართლებთ ღვთის წინაშე, რომ გინდა მარხველი ვიყვეთ დიდი და გინდა, ასე ვთქვათ, ექიმმა დაუშვა ჩემზე რაღაც სხვა პროდუქტების მიღება, არასამარხო. მოგრძალებით ვიყოთ ღვთის წინაშე. და თუ მოგრძალებით ვიქნები ღვთის წინაშე, მაშინ ის ცხოვრებისეული განსაცდელი მწუხარება, რომელიც ჩემზე მოვა, მე ამას მივიღებ სიმდაბლით. და ვისგან მოდის ეს განსაცდელი? განსაცდელი ჩვენთან მოდის ადამიანისგან უმეტესად. მეორე ადამიანისგან. ხშირად ეს ძალიან ახლობელი ადამიანია. ოჯახის წევრი, თუ მეგობარი, თუ მეზობელი. მაგრამ თუ ვცდილობ მოგრძალებული ვიყო ღვთის წინაშე, მაშინ ადამიანის მიმართებაშიც უფალი მომცემს ძალებს, რომ განვახორციელო მეორე მცნება, რომ შევიყვარო ადამიანი. მის მიმართ გამოვიჩინო მოთმინება, მისთვის ვილოცო. რამე თუ ნათქვამი არის, ვინცო შენო მოსასხამი მოგთხოვოსო, კვართიც მიეციო მასზე. მას. ეს უფლის მცნებაა. და აი ქრისტიანობა ეს არის და ჯვრის ტვირთველობა ეს არის ქრისტეს მცნებების მიხედვით ჩვენი ცხოვრების გაწყობა ძვირფასო ძმანო და დანო. ქრისტეს გულისათვის. აი ეს უნდა გვახსოვდეს. ვითმენ ქრისტეს გულისთვის დავითმენ. მოწყალებას ვაკეთებ ქრისტეს გულისთვის ვაკეთებ. ყოველივე ქრისტეს გულისათვის. და მაშინ ყველაფერი ჩვენთვის შეიქმნება მაცხოვრნებელად ძვირფასო ძმანო და დანო და შევწოდავ დავეცემი
სინანულად მოვალ ქრისტეს გულისათვის. რათა სული ჩემი გადავირჩინო, აი დღეს იყო სახარებაში ნათქვამი, რა არისო ადამიანისათვის, რომ მთელი სოფელი მოიგოსო თუ სული თავისი წარიწყბიდოსო. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ იმდენი რაღაცა გავიგეთ და შევიტყვეთ, ადამიანები ძლიერნი ამას სოფლისა და რომელზედაც ვფიქრობთ, რომ მათ, ესე ვთქვათ, ყველაფერს მიაღწიეს, ყველანაირ კეთილდღეობას და სიმდიდრეს და საშუალებებს, აღმოჩნდნენ ეს ადამიანები სამწუხაროდ არათუ დამნაშავენი, არამედ არაადამიანები. რომ არ, ესე ვთქვათ, გაუგებრობა არ დავტოვო, საუბრობ ეპშტეინის ფაილებზე. რაც ვისმენთ და რაც ითქვა, მე ძალიან მცირედი ვიცი ამისა, მართალი გითხრათ, არც კი მინახი ან მომისმენია, ვინც ნათქვამიდან, ადამიანების ნათქვამიდან ვამბობ, მაგრამ არაადამიანობას ვხედავთ, არა, კანიბალიზმამდე მისულს. და რა არის მაშინ ეს სიმდიდრე, რა არის ეს ძალაუფლება, რა არის ეს ტაშისყრა და, ესე ვთქვათ, პოპულარულობა, თუ შენი სული ასეთ მდგომარეობაშია, რომ ადამიანადაც კი არ შეიძლება შეირაცხო, ცოდვილ ადამიანადაც, არ ვამბობ ადამიანად კარგად, ცოდვილ ადამიანადაც კი ვერ შეირაცხები. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ასეთი მდგომარეობიდან და ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ერი ასეთი მდგომარეობიდან. და კიდევ რის შესახებაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ეს არის აი ტაძარში ჩვენ რომ მოვდივართ, ზოგჯერ გვემართება რაღაც ისეთი გულგრილობა, ზანტი ხვდებით, რაღაც ფეხს ვითრევთ, ასეთი დგება რაღაცა პერიოდი, გაგვაჩნია ეს. ადამიანებს ხან ხურვალენი ვართ, ხან კიდე, ესე ვთქვათ, მინავლებულები და გაციებულები. და როცა მოვდივართ, მერე კიდევ ტაძარში მოსულები თითქოს, ესე იგი, სხვას უკეთებთ ამით კარგს. თითქოს ჩემი თავისთვის არ მოვედი, თითქოს იმიტომ არ მოვედი, რომ ღმერთსა და ჩემ შორის იყოს კავშირი. არამედ აი მოვედი, ესე ვთქვათ, ხათრით ვარ მოსული. თუნდაც შეიძლება ამას არ ვაცნობიერებთ, მაგრამ აი ესეთი ღვთის ხათრით მოვედი ტაძარში. ხათრით კი არ უნდა მოვდიოდეთ, ძვირფასო წყარო და დანო. სიხარულით უნდა მოვდიოდეთ. აი რომ გიხარია ვიღაცასთან შეხვედრა, აი ამგვარად უნდა მოვდიოდეთ. და თუ ჩვენ გულში ამას არ ვძრობთ დღეს, ეს ნიშნავს, რომ მე იქამდე ვერ მივედი ჯერ. რომ ეს სიხარული ვიქონიო. და ამიტომაც საკუთარ თავს ვეტყვი, რომ სცადე, ღმერთ შეევედრე, საკუთარ თავს დაავალე, რომ სიხარული შეიგრძნო ტაძარში მისვლისა. და აი გეტყვით, ახლა მინდა წავიკითხო, აი რისთვის ლოცულობს, რომ იცოდეთ მღვდელი ლიტურგიაზე. აი თქვენ ხედავთ წიგნი, რომელიც სასულიერო პირს
უკავია იმ ლოცვებს, საიდუმლო ლოცვებს, როცა კითხულობს. ერთ ფრაგმენტს წაგიკითხავთ ახლა ერთ-ერთი ლოცვისა, რომელიც აღესრულება გარდაქმნის შემდგომ, ცხნის გარდაქმნის. მოიხსენე უფალო ყოველი მთავრობა და ხელმწიფება პალაცა შინა მყოფნი ძმანი ჩვენი და ყოველნი მხედრობა. კეთილნი სიკეთესა შინა დაიცვენ და ბოროტნი კეთილყვან სიტყვებითა შენითა. მოიხსენე უფალო გარემოს მდგომარე ერი და სამართალთა მიზეზთათვის დაკლებულნი და შეიწყალე ნიგინი და ჩვენ სიმრავლისა ბრწყალობისა შენისა. საუნჯენი მათნი აღავსენ ყოვლითა კეთილითა. მეუღლეობა მათი მშვიდობასა შინა და ერთობასა დაიცევ. ჩვილნი განზარდნენ, სიჭაპუკე განსწავლე, სიბერე განაძლიერე, სულ მოკლეთა ნუგეშინისეც, განბნეულნი შეკრიბენ, შეცდომილნი მოაქციენ და შეაერთენ წმინდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა. შეშფოთებულნი სულთაგან არა წმინდათა განათავისუფლენ, მენავეთა ნავთმავალ ექმენ, მოგზაურთა თანა მოგზაურნ, ქვრივთა შეეწიე, ობოლთა ხელი აღუპყარ. ტყვენი განათავისუფლენ, სნეულნი განკურნენ, სამსჯავროსა და საცნაურთა შრომათა და დევნილებასა და მწარეთა მონებათა და ყოველსა ჭირსა და ურვასა და განსაცდელთა შინა მყოფნი გამოიხსენ. ღმერთო და ყოველნი მქონენი დიდისა მოწყალებისა შენისანი, მოყვარენიცა ჩვენი და მოძულენი და შემოვედრებულნი ლოცვასა ჩვენ უღირსდასა და ყოველი ერი შენი მოიხსენე უფალო ღმერთო ჩვენო და ყოველთა მიფინე მდიდარი წყალობა შენი, ყოველთა მიმადლე საცხოვრებელნი თხოვანი მათნი და რომელნი ჩვენ ვერ მოვიხსენეთ უცნაურებისათვის, ანუ დავიწყებისა, გინა თუ სიმრავლისათვის სახელთასა, შენ მოიხსენენ ღმერთო, რომელმან უწყლი კაცად კაცის ასაკი და სახელდება, რომელმან უწყლი თითეული მიერ მუცლიდან დედისათვისისათა, რამე თუ შეხარ უფალო შემწე შეუწევნელთა, სასოება უსასოთა, ხელვა გვემულთა მაცხოვარი, მენავეთა ნავთსაყუდელი, სნეულთა მკურნალი, შენ ყოველთა ექმენ ყოველ, რომელმან უწყლი თითეული სათხოვარი, სახლი და სახმარი მიხსი. იხსენ უფალო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი, სიყვილისაგან, სვრისა, ძვრისა, დანთქმისა, ცეცხლისა და მახვილისა, ზედა მოსვლისაგან უცხო თესტასა და ტომითისაგან ბრძოლისა და ასე შემდგომ. ამისათვის ლოცულობს სასულიერო პირი და უკაცრავად თქვენ ვერ გასწავლეთ ტელეფონის გამორთვა. მეტი რაღა ვთქვა. და რო გკითხო, ყველა დიდი მორწმუნენი ვართ. და ყველა ძალიან ეკლესიურები. ერთმა დაგლოცოთ და ღვთის მადლი და ჯვრის მადლი შეგეწიოთ ყველას.